ჩვენი მთავარი ამბავი ისრაელი მამაკაცი დაჭრეს და საშუალო სიმძიმის ჭრილობები მიიღო დასავლეთ სანაპიროს სოფელ ალ-აუჯაში. მედიკოსებმა 24 წლის დაშავებულს დახმარება აღმოუჩინეს. შემთხვევის ადგილზე ისრაელის თავდაცვის ძალები და პოლიცია იძიებენ მომხდარს. ამასობაში წინასწარი გამოძიება აჩვენებს, რომ მსხვერპლმა თავისი მანქანა 90 ნომერ გზატკეცილზე სავაჭრო ცენტრის გვერდით გააჩერა. და როდესაც ის მანქანის გარეთ იდგა, თავდამსხმელი უკნიდან მიუახლოვდა, მხარში დაჭრა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აი რას ამბობს მსხვერპლის ძმა. მისმა მეუღლემ დაგვირეკა, დღეს ქორწინების წლის თავი ჰქონდათ. მან სამსახურში ერთი დღე დაისვენა. ისინი ტიბერიაში წავიდნენ მცირე დასასვენებლად ქორწინების წლისთავის აღსანიშნავად. გზაში სიგარეტის საყიდლად შეჩერდნენ. როცა მანქანასთან დაბრუნდა, იქ ტერორისტი ელოდებოდა. როცა დაინახა, რომ ზურგით იყო მობრუნებული, მაშინვე დაესხა თავს და რამდენჯერმე დაჭრა სხეულში. მან მასთან ბრძოლა დაიწყო, რის შემდეგაც ტერორისტი გაიქცა. ამის შემდეგ პანიკაში იყო. ეს თავის შვილებსაც მოუყვა, რომლებიც მანქანაში მასთან და მის ცოლთან ერთად იყვნენ. მისმა ორსულმა ცოლმა იყვირა, მან მართლაც ძალიან ხმამაღლა იყვირა. ეხო ჩვენთან სტუდიაში შემოგვიერთდა ჩვენი 24 ნიუსის კორესპონდენტი რობერტ სვიფტი. შუადღე მშვიდობისა. კიდევ რა ვიცით, ეს ამბავი ჯერ კიდევ ვითარდება, რადგან ის დღეს დილით ისრაელის დროით მოხდა. სწორია, ეს ყველაფერი დღეს დილით მოხდა. ინფორმაცია ჯერ კიდევ ვრცელდება, მაგრამ რაც ამ ეტაპზე ვიცით, არის ის, რომ მსხვერპლი სტაბილურ მდგომარეობაშია, იერუსალიმის საავადმყოფომ ეს ინფორმაცია გაავრცელა და ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისინი აგრძელებენ ეჭვმიტანილის ძებნას. თავდაპირველად ისინი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებდნენ, მაგრამ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ძებნის არეალი გააფართოვეს და ოპერაცია უკვე იერიხონშიც მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ძებნის ოპერაციაში სპეციალური დანაყოფები და ავიაციაც მონაწილეობენ. ვაუ, ავიაციაც კი. ასე რომ, კითხვა ასეთია, ვიცით, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ორივე მხარეს აშკარა დაპირისპირებები ნამდვილად იყო და რეალურად ეს მუდმივად გრძელდება. ეს არასდროს წყდება. მაგრამ რას გვიხვება ეს იმაზე, რომ ჯერ კიდევ ორივე მხარეს ძალადობაა დასავლეთ სანაპიროზე? დახედე, ეს ალბათ უფრო ფართო დაძაბულობის სიმპტომია, რაც დასავლეთ სანაპიროზე ხდება. ისრაელელი დასახლებულების თავდასხმები პალესტინელებზე ამ წუთას საკმაოდ რეკორდულ დონეზეა. კვირის ბოლოს რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 4 პალესტინელი დასჯავდა. ამავე დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ კვირის ბოლოს 3 პალესტინელი დააკავეს. ეს იმ დაპირისპირების ნაწილია, რომელიც პარასკევს მოხდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იმდენი ცალკეული უსაფრთხოების ინციდენტი მოხდა, რომ აქ ჩამოთვლაც კი შეუძლებელია. სწორედ ესეთი ხშირია ისინი. ეს კი იმ დაძაბულობის დონეზე მიუთითებს, რაც ახლა არსებობს. ამ ინციდენტებიდან თითოეული ზრდის იმის ალბათობას, რომ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდება. ასე რომ ფაქტობრივად ეხლა ჯაჭვური რეაქცია გვაქვს. ეს ყველაფერი განპირობებულია ქუსრაში მიმდინარე ალყებით, სადაც ისრაელი დასახლებულები ამ სოფელში, დასავლეთ სანაპიროზე, ერთ-ერთი სახლის გარეთ არიან დაბანაკებულნი. და ეს სხვადასხვა ინციდენტი მხოლოდ ზრდის დაძაბულობას. ამ დილით კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს. ასევე ის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ პოლიციის საქმე არ არის. ისრაელის თავდაცვის ძალებს ზოგჯერ უწევთ ჩარევა და სიტუაციის დამშვიდება. ჩვენ ვაშუქებდით, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალების მობილიზება, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიციის საქმეა, აშკარა არსებობს რეალური შიში, რომ სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს და კიდევ უფრო დამძიმდეს. უდავოდ. ნახეთ, ვფიქრობ, არც ერთ ჯარისკაცს არ სიამოვნებს პოლიციის როლში ყოფნა. ეს არასდროს არის კომფორტული მდგომარეობა. ეს უკვე გარკვეული დროა, რაც აქ დასავლეთ სანაპიროზე ხედავთ. ამავე დროს არის შემთხვევები, როდესაც ის, რასაც ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობა ითხოვს თავისი ჯარისკაცებისგან და ის, რასაც ადგილზე ვხედავთ, ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა. და ეს კიდევ უფრო ანძაფრებს იქ არსებულ დაძაბულობას. თუ ისრაელის თავდაცვის ძალებს რაიონში აგზავნიან იმისთვის, რომ დაძაბულობა შეამცირონ, ზოგჯერ ხედავთ, რომ ეს შედეგი არ დგება, სწორია. და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ პრობლემებს, რომელსაც ხშირად ხდება განსაკუთრებით პალესტინელების მხრიდან, ჩანს, რომ ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ. ეს გარკვეულ ბანდებში ხდება, ან უბრალოდ ცალკეული შემთხვევებია. ეს რომ კონკრეტულად, როცა ამ შემთხვევას განვიხილავთ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ერთ ან მეორე მიმართულებას მიგვანიშნებს. ეს არის ერთი ადამიანი, რომელმაც დანით თავდასხმა განახორციელა. პირველი შეხედვით ეს შემთხვევა თითქოს ემთხვევა იმ ნიმუშს, რომელსაც ხშირად ისრაელის თავდაცვის ძალები და უსაფრთხოების სამსახურები მარტო ხელამგლის თავდასხმებს უწოდებენ. თუმცა ეს შეიძლება ასე არ იყოს. ამ პირმა შესაძლოა კოორდინირებულად იმოქმედა. დაველოდებით სანამ დამატებითი ცნობები გახდება ცნობილი. და მართლაც ჯერ უნდა იპოვონ იგი. მაგრამ რაც ვიცით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიღოს დანა და ვინმე დაჭრას. და დაძაბულობა არსებობს. ყველაფერი კარგად არის. დაბალ დონეს კოორდინაციის. კი, სწორია. კარგი, მალე დავბრუნდებით მეტი სიახლით.